თანამედროვე ოფთალმოლოგიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადრეულ დიაგნოსტიკასა და დროულ ჩარევას, რაც საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილო თვალის დაავადებების პროგრესირება და შევინარჩუნოთ მხედველობა. დღეს უკვე ხელმისაწვდომია დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ეფექტური და უსაფრთხო მეთოდები, რომელიც პაციენტებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ სწრაფი და ხანგრძლივი შედეგი. New Hospitalsის ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში თვალის დაავადებების მართვა თანამედროვე აპარატურისა და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენებით ხდება. კლინიკა პაციენტებს თავაზობს ინდივიდუალურად მორგებულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის შედეგს, უსაფრთხოებას და პაციენტზე ორიენტირებულ მომსახურებას. მოგესალმებით ბატონო გრიგოლ, მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხართ. პირველი რაც უნდა გკითხოთ არის ის, რომ რომელია თვალის ყველაზე გავრცელებული დაავადებები და რა ასაკში ვლინდება, როდის არის სკრინინგი უფრო ხელსაყრელი, ან რა ვიცი, პირველ ეტაპზე როდის უნდა მოხდეს სკრინინგი? კი ბატონო, თვალის დაავადებები ჩვენ შეგვიძლია დავყოთ რამოდენიმე ასაკობრივ ჯგუფად. მაგალითად ეს არის ახალშობილობიდან 18 წლამდე, 18-დან 40 წლამდე, 40-დან 60 წლამდე და 60 წლის ზევით. ახალშობილობიდან 18 წლამდე ამ ასაკში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთ პათოლოგიებს, როგორც არის ახლომხედველობა, შორსხედველობა, ასტიგმატიზმი. როდესაც ხდება მხედველობის ცენტრის განვითარება და მხედველობის ცენტრის განვითარება ამ ასაკში ხდება მაქსიმუმ 12-13 წლამდე, აუცილებლად ბავშვი უნდა იქნას მიყვანილი ოფთალმოლოგთან, რომ შემოწმეს მისი მხედველობა და რამე რეფრაქციული ანომალია, მაგალითად პლუსი, მინუსი, ან ასტიგმატიზმი ხო არ აქვს ბავშვს. ან თვალებს შორის ხო არ აქვს დიდი განსხვავება. მაგალითად, ერთი თვალი იყოს არც პლუსი და არც მინუსი და მეორე თვალზე ქონდეს -2 ან -3, ან იზომეტროპია ქვია ამას. ამ შემთხვევაში ხდება თუ მაღალი ხარისხის მინუსია, პლუსი ან ასტიგმატიზმი, ამბლიოპიის განვითარება. ამბლიოპია ზარმაცი თვალი, ეგრეთ ზარმაცი თვალი. ეს არ გახლავთ უშუალოდ თვალის პრობლემა, ეს არის მხედველობის ცენტრის განვითარების პრობლემა, როდესაც ვერ აღიქვავს თვალი ვერ აღიქვავს, იმიტომ რომ მას აქვს რეფრაქციული ანომალია გარემოს და ამიტომაც ვერ ხდება მხედველობის ცენტრის განვითარება. აი ზუსტად ამას ემიჯნება დიდი მნიშვნელობა, რომ ახალგაზრდა პატარა ასაკში, უფრო სწორედ ახალშობილად ასაკში მოხდეს სწორედ სათვალის შერჩევა, რომ მოხდეს მხედველობის ცენტრის განვითარება. თუ მხედველობის ცენტრი განვითარებულია, შემდგომში მომავალში უკვე ის -3 იქნება, თუ +4 იქნება, თუ რაც იქნება, ასტიგმატიზმი იქნება, რეფრაქციული ესე ვთქვათ, ქირურგიული ჩარევით შეიძლება ლაზერული კორექციით ეს პრობლემა მოგვარდეს. რაც შეეხება ბავშვებს, ორი სიტყვით მინდა დავამატო, რომ 3 თვის ასაკშია სასურველი პირველად ბავშვი შემოწმდეს, შემდგომ დაახლოებით ესე 3-4 წლის ასაკში და შემდგომ მესამე შემოწმება თუ შეიძლება რომ ექიმთან მოიყვანონ 6 წლის სკოლამდე სკოლის წასვლის პერიოდის წინ. რაც შეეხება დაახლოებით 18-დან 40 წლამდე ასაკში არსებულ სხვადასხვა ტიპის პათოლოგიებს. ეს უმეტესად გახლავთ მშრალი თვალის სინდრომი, მითხრიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი ცხოვრებიდან გამომდინარე გაჯეტებთან გვიწევს ხშირი ურთიერთობა, ხდება მშრალი თვალის სინდრომის განვითარება და ასევე მეიბლომის ჯიკლების დისფუნქცია. ანუ ცხიმოვანი ჯიკლები, რომელიც მოთავსებულია ქუთუთოში, ვერ ხდება მათი სრული სეკრეცია, რაც იწვევს სემლის ხარისხის დაქვეითებას და აქედან გამომდინარე ვითარდება მშრალი თვალის სინდრომი. 40-დან 60 წლამდე ამ ტიპის ამ ასაკობრივ ჯგუფში უმეტეს შემთხვევაში ეს არის აკომოდაციის ფუნქციის დარღვევა. აკომოდაცია გახლავთ ფუნქცია, რომლის საშუალებითაც თვალი შეუძლია თვალს სხვადასხვა ფოკუსურ მანძილზე დაფოკუსირდეს და აღიქვას გამოსახულება. 40 წლის ასაკის შემდგომ აკომოდაციის ფუნქცია სუსტდება და უბრალოდ ამიტომ არის, რომ ადამიანს სჭირდება საკითხავი სათვალეები. მეორე მომენტი, თუ პაციენტს აქვს მაგალითად რაიმე ტიპის სისტემური დაავადება, როგორც არის შაქრიანი დიაბეტი. აი ზუსტად ამ ასაკიდან 40-დან 60 წლამდე ხდება შაქრიანი დიაბეტის მიერ გამოწვეული სხვადასხვა ტიპის გართულებების გამოვლენა თვალზე. უმეტეს შემთხვევაში ეს გახლავთ ბადურა-გარსი დიაბეტური რეტინოპათია. ამიტომაც ამ ასაკშიც ძალიან მნიშვნელოვანია და ამასთან ერთად 40 წლის ზევით სასურველიც კი აუცილებელიც არის, რომ პაციენტმა მაგალითად წელიწადში ერთხელ გადაიმოწმოს თვალის წნევა. პრევენციის მიზნით მაინც რა? დიახ, თვალის წნევა. 60 წლის ზევით ხანდაზმული ასაკი, ხანდაზმულ ასაკში უკვე არის ის პათოლოგიები, როგორც არის კატარაქტა, როგორც არის გლაუკომა, თუმცა გლაუკომის ასაკი გაახალგაზრდავდა და უფრო ესე ვთქვათ, გარდამავალ ასაკშიც გადმოვიდა. და ასევე ასაკობრივი დეგენერაციები, თვალის ფსკერის ასაკობრივი დეგენერაცია. ძალიან მნიშვნელობა აქვს ყველა ოფთალმოლოგიური დაავადების დროულ დიაგნოსტირებას. ამიტომაც თუ აქვს საშუალება ადამიანს, ჯობია რომ 40 წლის ზევით
თვალისწინებაც წელიწადში გადაამოწმოს, თუ რაიმე სისტემური დაავადება არ აქვს, მაგალითად შაქრიანი დიაბეტი, მაგალითად რევმატოიდული ართრიტი, ან სხვა რაიმე ტიპის პათოლოგია, 2 წელიწადში, 3 წელიწადში ერთხელ მაინც მიმართოს ექიმს. დიახ. რაც მინდა გითხრათ, რომელი არის ის სიმპტომები, რომელიც აუცილებლად საჭიროებენ ექიმთან ვიზიტს და რომელიც არ მოიცდის ერთი კვირა და ერთი თვე და აუცილებელია მაშინ. კი ბატონო, ნახეთ, ეს არის ესე ვთქვათ, საგანგაშო სიმპტომები და ასე ვთქვათ, სიმპტომები, რომლებიც სასურველია, რომ ექიმთან მივიდეს პაციენტი. ესე საგანგაშო სიმპტომებიდან ეს არის ხედელობის უეცარი დაკარგვა, თუნდაც რამოდენიმე წამით იყოს ეს და აი რაღაც ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში იყოს. ამასთან ერთად ნათებები, თვალში ნათებები, ამასთან ერთად გაორება და ხედულობაში გაჩენილი შავი წერტილები და ესეთი ჭვარტლის მაგვარი გამოსახულებები. ასევე მაგალითად გუგის გაფართოვება უცნობი ეტიოლოგიის. აი ამ შემთხვევაში აუცილებლად მიმართოს პაციენტმა დაუყოვნებლივ ექიმს. დიახ. ხოლო თუ ესეთი სიმპტომები, როგორც აი ცრემლდენა, თვალის სიწითლე, ფუტკრების შესიება, ფუტკრების სიწითლე ამ შემთხვევაში არ არის ხა აუცილებელი მაინც და მაინც იმ დღეს რომ მივიდეს მეორე დღეს ზექნოს საშუალება მაქვს. გეგმიური ვიზიტი ხო ამ შემთხვევაში. საპირისპირო კითხვას დავსაუბრევანმა იკითხა, რომ რაღაც სიმპტომებს და ხო რა არის ეს დაავადება, რომელიც შეიძლება უსიმპტომოდ მიდიოდეს, მაგრამ იყოს რაღაცნაირად საშიში და ყურადღება მისაქცევით რა არის რომელიმე დაავადება ისე კი ბატონო, ესეთი დაავადებას ქვია ეგრეთ წოდებული მხედველობის ქურდი, ვეძახით ჩვენ ეს არის საკმაოდ ვერაგი დაავადება, ეს არის გლაუკომა. პაციენტი ვერ ამჩნევს აბსოლუტურად ვერაფერს, მხედველობის დაქვეითება არ აქვს პირველ ეტაპზე. თუმცა იგი რო ხდება რომ მხედველობა დაუქვეითდა, ამ შემთხვევაში ეს უკვე ძალიან გვიან არის, იმიტომ რომ მას მხედველობის დაახლოებით 70% უკვე დაკარგული აქვს. შეუქცევად დაქვეითებაზე მოხდა საუბარი. როდესაც კატარაქტის შემთხვევაში ადამიანს დაუქვეითდეს მხედველობა, თუმცა დღევანდელი ქირურგიიდან გამომდინარე, დღევანდელი საშუალებიდან გამომდინარე, რაც ოფთალმოლოგიური ქირურგიაში არსებობს, კატარაქტის ოპერაციის შემდგომ შეიძლება პაციენტმა დაიბრუნოს მხედველობა სრულიად. იმაზე მეტი დაიბრუნოს, ვიდრე მას სრულად მეცხოვრებაში ჰქონდა. თუმცა გლაუკომის შემთხვევაში ეს არის შეუქცევად დაქვეითება და სამწუხაროდ იმ ეტაპზე რა ეტაპზეც ასე ვთქვათ ჩვენ აღმოვაჩენთ ამ პათოლოგიას და ამ პრობლემას იმ ეტაპზე გავაჩერებთ მხედველობის დაქვეითებას ამ მედიკამენტოზური საშუალებებით ან ქირურგიული ჩარევით. ანუ ამ დაავადების ესე იგი თავის დაზღვევის ერთადერთი საშუალება არის რომ ადრეული სკრინინგი, ხო? ადრეული სკრინინგი ჯობია რომ 20 წლის ასაკის შემდგომ წელიწადში ერთხელ უბრალოდ წნევა გადააკონტროლოს ადამიანმა. თვალის წნევაზე აქვს საუბარი მე. დიახ. რაც ასევე მნიშვნელოვანი არის უშუალოდ როგორ შეგვიძლია საყოფაცხოვრებო გზებით ონკოლოგიური ჩვევების შეცვლით თავიდან ავერიდოთ თვალის სხვადასხვა დაავადების აღმოცენა. ერთ-ერთი ხშირი მეთოდი არის 20 წესი, რო ყოველ 20 წუთში 20 წამით გავიხედოთ შორს, სხვა რა მეთოდები არსებობს ამის გარდა ამისთვის? ნუ სამწუხაროდ ესე ვთქვათ მეთოდები ესეთი არ არსებობს. ნუ აი ელემენტარული ის რომ თუ გაჯერებთან გიწევს დიდხანს ყოფნა, გაჯერთან მუშაობა, ამ შემთხვევაში დამატებითი წვეთების გამოყენება სასურველი. რაიმე ტიპის პათოლოგიის პრევენცია, ნუ პირველ რიგში ეს ჯანსაღი ცხოვრების წესი. ჯანსაღი ცხოვრების წესი, ასევე დაცვა სხვადასხვა ტიპის, მაგალითად არის ეს პროფესიები, როდესაც ჩვენ ხშირად მოვართავენ თვალის ტრავმებით, ამიტომაც სათვალე უნდა იყოს გამოყენებული, დამსავ სათვალეზე მაქვს მე საუბარი, თუნდაც აი ბალახის ტიბის დროს, თუნდაც რაღაცას ინსტრუმენტთან მუშაობის შემთხვევაში. ეს სხვა, ხო, მზეზე გამოსვლის შემთხვევაში არსებობს ესეთი ყოველთვის ტიპის დაავადებები, ამიტომაც მზეზე გამოსვლის შემთხვევაში დიდხანს მზეზე ყოფნის დროს აუცილებლად სათვალეები, მაღალი ხარისხის სათვალეები, რომელიც ულტრაისფერ და ინფრაწითელ გამოსხივებას მოგავს. აქ დაგითხრათ მინდა დავს არის რომელი ქრონიკული დაავადების მქონე პირები არიან უფრო გაზრდილი რისკის მქონე ოფთალმოლოგიური დაავადებების და რომელ პირებს ჭირდებათ აუცილებლად რომ უფრო ხშირად მივიდნენ ექიმთან ვიზიტზე. ესეთი ქრონიკული დაავადების მქონე პირები, რომლებიც არის შაქრიანი დიაბეტი, რევმატოიდული ართრიტი, bronchialuri asthma, ამ ტიპის რევმატოიდული თუ უკონტროლო შაქრიანმა დიაბეტმა შეიძლება გამოიწვიოს სავალო შედეგები. თუ პაციენტი აკონტროლოს შაქრიან დიაბეტს და მას არანაირი, ასე ვთქვათ, ნორმალური ცხოვრების წესი ცხოვრობს, როგორც შეეფერება ამ ტიპის ავადმყოფობის მქონე პაციენტმა იცხოვროს, წელიწადში ერთხელ სავსების საკმარისია ვიზიტი, რომ მოხდეს პრევენციას რთული და ვერაგი გართულებების. რაც შეეხება რევმატოგენულ ართრის და bronchialur asthmas ამ შემთხვევაში პაციენტებს უჭირთ ხომეს ხშირად სტეროიდების გამოყენება.
რაც იწვევს სამკურნალო წამოს საშუალებების მიერ გამოწვეული კატარაქტის განვითარებას. კატარაქტის განვითარების შემთხვევაში პაციენტი მიხვდება ამას, იმიტომ რომ მხედველობაში გაჩნდება მხედველობის გაჩნდება გაურება, გაჩნდება ბუნდოვანი მხედველობა, გაჩნდება ღამე ფერების საქმის დაქვეითება და ღამე გამოსვლის შუქის დისკომფორტი, ესე მზეზე გამოსვლის დისკომფორტი. ამიტომაც ამ ტიპის პაციენტებს უფრო ხშირად უწევთ ხოლმე ჩვენთან სიარულს. ასევე ავტოიმუნური დაავადების შემთხვევაში არის ხოლმე უვეიტები, რომლებიც საკმაოდ ვერაგი დაავადებაა. ესაზღვრება თვალის გარსის ანთება და ეს თუ დაიწყება ძალიან კარგი იქნება თუ თავიდანვე დაიწყეს პაციენტი მკურნალობას პირველივე ეტაპებში. მე უნდა ვიკითხო, უცებად ჩვენ ვახსენეთ შესავალში მეთოდებზე ნიუ ჰოსპიტალში, რა მეთოდებით მართავთ პაციენტებს და რა მეთოდები არსებობს თვალის დაავადებების მკურნალობის უშუალოდ ნიუ ჰოსპიტალში? მე სიამაყით მინდა გამოცხადო, რომ ნიუ ჰოსპიტალში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოფთალმოლოგიური ცენტრია არა მარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში. და ნიუ ჰოსპიტალში არსებობს აბსოლუტურად ყველა დიაგნოსტიკის მეთოდი, აპარატურა და აპარატურასთან მომუშავე პერსონალი. მარტო აპარატურა ხარაფერს აწყვეტავს ადამიანში, კლინიკაში მქონდეს აპარატურა, თუმცა თუ მისი მუშაობა არ იცის, როგორც საჭიროა, ამას დიდი შედეგი არ მოაქვს. ამიტომაც ნიუ ჰოსპიტალში პრეოპერაციულად თუნდაც ჩატარებული ის კვლევები პირდაპირ შედეგს იძლევა პოსტოპერაციულ პირდაპირ გავლენას იძლევა პოსტოპერაციულ შედეგებზე. ნებისმიერ ტიპის დაავადება თუ რაიმე არსებობს, ხდება ნიუ ჰოსპიტალში ამ დაავადების დიაგნოსტირება, ასევე მედიკამენტოზური თუ ქირურგიული მკურნალობა, ოფთალმოლოგია ჩვენ შეგვიძლია დავყოთ რამოდენიმე დაფქვეს ნაწილად, როგორც არის მაგალითად თვალის პლასტიკა, როგორც არის მაგალითად გლაუკომის ქირურგია, ბადურის ქირურგია, ბავშვთა ოფთალმოლოგია და სხვადასხვა ტიპის მრავალი ქირურგიები, ასე ვთქვათ, და მრავალი დარგი. და ბოლო კითხვაც მინდა ასე ვთქვათ, რომ ხშირად ოფთალმოლოგიური ჩივილები არ არის დამოუკიდებლად აღმოცენებული, არამედ შეიძლება იყოს მანიშნებელი ნიშანი სხვა სისტემური დაავადების. როდის საჭიროა ოფთალმოლოგიური პრობლემის აღმოცენება, უფრო დაკვირვებას რამე ქრონიკული დაავადების საწყის ეტაპზე არ ვიყოთ. კი ბატონო, დაგეთანხმებით, მაგალითად ყოფილა შემთხვევა, როდესაც პაციენტი მოდის არ იცის რაიმე ტიპის სისტემური დაავადება აქვს, თუმცა ნახავთ მოახდენ თვალის დათვალიერებას და აღმოჩნდება, რომ მას აქვს შეკრიანი დიაბეტი. ვერაფერს ვერ ხდება პაციენტი, უბრალოდ მოვიდა 40-45 წლის ასაკში, აპარატო თვალებსკეს ნახავ, მას აქვს დიაბეტური რეტინოპათია. ეგ ერთი. სხვა ტიპის დაავადებები, ასე ვთქვათ, სისტემური დაავადებიდან გამომდინარე, რევმატოგენური პრობლემებიდან გამომდინარე, თუნდაც ვთქვათ, რომ შეიძლება იყოს უვეიტი, რასაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და ასევე თვალის მაღალი წნევა, სტეროიდების ხანგრძლივი გამოყენებით. უღონს მადლობა, რომ გესწამეთ. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო.